მაღაროელების მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ადგილზე დილიდან ჩავიდნენ ჭიათურიდან სხვა მაღაროელებიც. შეგახსენებთ, რომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულს, ანუ ჯგუფურა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით იყო დაწყებული, თუმცა მოგვიანებით ბრალი მათ დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნაფერიძეს ჯგუფურა ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან. მაღაროელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. აქ არიან ადამიანები, ვინც უშუალოდ შეესწრენ შემთხვევის ადგილს, აქამდე დაახლოებით 30 მოწმე დაიკითხა, რომელიც საერთოდ არ იყვნენ შემხებულობაში არსებულ ტერიტორიასთან. გვაქვს იმედი, რომ სამართალი იზეიმებს, იტყვიან სიმართლეს არსებული მოწმეები და უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ ბიჭებს, რადგან არ არსებობს არანაირი რეალური სამართლიანი მტკიცებულება მათი წინააღმდეგ დატოვების.